ინსომნია არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უჭირს ჩაძინება ან უწყვეტი ძილის შენარჩუნება. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე ან ქრონიკული. ხანმოკლე ინსომნია ჩვეულებრივ რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, ხოლო ქრონიკულ ინსომნიაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც უძილობის პრობლემა პაციენტს დაახლოებით 3 თვეზე მეტხანს აღენიშნება. ინსომნიის სიმპტომები არ შემოიფარგლება მხოლოდ ღამით და ის დღის განმავლობაშიც მნიშვნელოვნად არის გამოხატული. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია დაღლილობა, გაბრუება, ენერგიის ნაკლებობა, თავბრუსხვევა, მომატებული შფოთვა, ადვილად გაღიზიანებადობა, დეპრესიულობა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება, აზროვნების პროცესის შენელება. ყველა ეს სიმპტომი მნიშვნელოვნად გავლენას ახდენს ადამიანის ფუნქციონირებაზე, მის დასწავლის უნარზე, ყოველდღიურ საქმიანობის ხარისხზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მივმართოთ სპეციალისტს. ამ შეკითხვას ხშირად სვამენ პაციენტები, თუმცა მათ უნდა შევახსენოთ, რომ მედიკამენტური მკურნალობის საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად კონსულტაციის საფუძველზე, ხოლო ის, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს ინსომნიის დროს, არის ძილის ჰიგიენა, ანუ შემდგომი რეკომენდაციები. პირველი, დაწოლა და ადგომა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ამ გზით ძილის რეჟიმი რეგულირდება. მეორე, დაძინებამდე უნდა მოვერიდოთ კოფეინის მიღებას. ბოლო ფინჯანი ყავა დაძინებამდე დაახლოებით 6-8 საათით ადრე უნდა მივიღოთ. სწორედ ეს ის დროა, რაც საკმარისია ორგანიზმიდან კოფეინის გამოსადევნად. ასევე მნიშვნელოვანია არ გამოვიყენოთ ალკოჰოლი დასაძინებლად. ალკოჰოლი თავდაპირველად მართალია გვეხმარება ჩაძინებაში, თუმცა მოგვიანებით მას გამოაქტივებელი გავლენა აქვს ტვინზე. ასევე მნიშვნელოვანია თამბაქოს შეზღუდვა საღამოს და ძილის წინ, რადგან ნიკოტინი მასტიმულირებელი საშუალებაა. ღამის საათებში უნდა მოვერიდოთ დიდი ულუფით კვებას და მძიმე საკვებს. უშუალოდ ჩაძინების მომენტში უნდა მოვერიდოთ დროის შემოწმებას საათსა და მობილურზე. დროის ხშირმა შემოწმებამ შეიძლება ტვინი გამოაფხიზლოს და ჩაძინება გაგვიჭირდეს. მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობა დღის საათებში. ძილის წინ 2 საათით ადრე ვარჯიში არა რეკომენდებულია. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ასაკის, ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული ხანგრძლივობა დაახლოებით 7-9 საათს შეადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ძილის ხანგრძლივობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ხარისხიც, რადგან ძილის დროს ჩვენი ტვინი და სხეული გადის სხვადასხვა ფაზას და თითოეულ მათგანს ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.